მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. დიახ, ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დღის წინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დააინიცირა და ძალიან სწრაფად დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები არაერთ კანონში. მათ შორის უნდა გამოიყოს ის კანონები, რომელიც პირდაპირ არის კავშირში მიმდინარე მოვლენებთან, უგულის საპროტესტო აქციებს, იმიტომ რომ ცვლილებები შეეხო ისეთ ნორმებს, რომელიც დაკავშირებულია შეკრება მანიფესტაციების ჩატარების წესებთან, რა უნდა ატაროს, რისი ტარების უფლება აქვს აქციის მონაწილეს, ამასთან დაკავშირებით შევიდა შეზღუდვები, გამკაცრდა აქციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, დაიმატა სხვა პრობლემური მუხლები, თუმცა გარდა ამ კატეგორიის ცვლილებებისა, ასევე ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რომელიც მათ შორის ამ მოვლენებთანაც არის კავშირში, იმიტომ რომ საჯარო სამსახურიდან გვახსოვს საპროტესტო აქციების დაწყების პირველივე ეტაპზე საჯარო მოხელეები ძალიან ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს და ამასთან დაკავშირებით ავრცელებდნენ საჯარო ხელმოწერებს, განცხადებას ხელმოწერებით. სწორედ ამას ემთხვევა ის ცვლილებები, რომელიც საჯარო სამსახურში შევიდა, თუმცა ცვლილებებამდე ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები საჯაროდაც საუბრობდნენ, რომ საჯარო სამსახურში დაიწყებოდა წმენდა, მათ შორის ამაზე მინიშნებები ჰქონდა კახა კალაძეს და ეს არის, როგორც ჩანს, ამ პროცესების გაგრძელება, როდესაც კანონმდებლობა უფრო რეპრესიული ხდება, არადემოკრატიული ხდება და ამ გზით ეცდება, რომ რეპრესიების ახალი ტალღა შეახოს საზოგადოების ფართო ფენებს. ეს იქნებიან საჯარო მოხელეები, თუ ესენი იქნებიან ის პირები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. კი ბატონო და ქალბატონო ბუნებრივია არსებობს კი არა და ალბათ ყველა დარწმუნებულია იმაში რომ ეს ცვლილებები მიიღეს სწორედ იმისთვის რომ ჩაახშონეს პროტესტი, უფრო მეტად დააშინონ ადამიანები და ასე შემდეგ. ხო აი რა ტიპის არ ვიცი აი წინააღმდეგობის გაწევის რესურსი თუ სწორი ფორმულირება არსებობს აი ესეთ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე ცდილობს შეგზღუდოს ყველანაირად რაღაცა პირბადეც კი უკვე შეიძლება აღარ მოგცენ უფლება რომ აქციების დროს ეკეთოთ ხომ ადამიანებს აღარ მაქვს საუბარი რაღაცა ლაზერებზე და პიროტექნიკაზე რომლის გამოყენებაც რაღაც კოლოსალურ თანხებთან და ჯარიმებთან არის დამოკიდებული. აი რა რჩება მაშინ, აი რა სივრცე რჩება იმისთვის რომ მოქალაქემ თავი დაიცვას, რაღაცა გადაურჩეს აი ამ რეპრესიულ მექანიზმებს. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ამ რეპრესიული მექანიზმების შემოღებამდეც ისედაც საპოლიციო ძალები კანონის მიღმა მოქმედებდნენ და ისინი იყენებდნენ თვითნებურ დაკავებებს და თვითნებურად ახდენდნენ ამ უფლებებში ჩარევას, როგორც არის მშვიდობიანი შეკრება, მშვიდობიანი მანიფესტაცია, მშვიდობიანი გამოხატვა. ანუ ისინი ამ არსებულ რეალობაში, სანამ ეს კანონები გამკაცრდებოდა, მაინც იყენებდნენ რეპრესიულ ზომებს, თუმცა ახლა უკვე სამართლებრივი საფუძველი დამატებით ეძლევათ მათ ამისთვის. რა უნდა გააკეთოს? ძალიან რთული სათქმელია იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, სასამართლო ასრულებს უბრალოდ დადასტურების ფუნქციით არის შემოფარგლული, ის არ აღასრულებს მართლმსაჯულებას და ამის მაგალითია თუნდაც იმ ადამიანების საქმეები, რომლებიც ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში დააკავეს და მათი საქმეების განხილვა აჩვენებს, რომ სასამართლო ფორმალურად იხილავს ამ საქმეებს და როგორც წესი პირს ცნობს სამართალდამრღვევად, მიუხედავად იმისა, საქმეში არის თუ არა შესაბამისი სტანდარტებით მოპოვებული მტკიცებულებები. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ძნელია მოქალაქეებს უთხრათ, რომ აი სასამართლოში გასაჩივრებით ისინი სამართალს იპოვიან, იმიტომ რომ მანამდეც ხედავდით, რომ სასამართლო თავის ფუნქციებს ვერ ასრულებდა, ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი ვერ გვექნება, იმიტომ რომ ეს კანონები წესით საკონსტიტუციო სასამართლო რომ რეალურად ფუნქციონირებდეს და ასრულებდეს თავის მანდატს, მაშინ ეს კანონები აუცილებლად გაუქმდებოდა, იმიტომ რომ არის არაკონსტიტუციური, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს ისეთ პრობლემურ გადაწყვეტილებებს, როგორიც მიიღო არჩევნებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით, ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც მიიღო რუსულ კანონთან დაკავშირებით მაგალითად. ეს გარემოებები არ მიანიშნებს იმას, რომ ეს იქნება ადგილი, სადაც ამ კანონებს მართლაც ობიექტურად განსჭიან და კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო არაკონსტიტუციურად ცნობენ. ამიტომ ეს
ეს შესაძლებლობები გასაჩივრების ძალიან ლიმიტირებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, რჩება სივრცეები გამოხატვის თავისუფლებისთვის, ანუ ეს კანონი აპრიორი არ კრძალავს ყველა ტიპის გამოხატვას. ეს უბრალოდ ამკაცრებს გარკვეულ მიდგომებს, მათ შორის თვითნებურად დაკავების საფუძვლებს აფართოებს და პრევენციული დაკავების მექანიზმები შემოაქვს, მაგრამ ამ ყველაფერთან დაპირისპირება, ესეთ დრაკონულ კანონებთან დაპირისპირება მოქალაქეებს შეუძლიათ იმ ფორმით, რომ მათი ქმედებებიც ადაპტირდეს ამ რეალობასთან და ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლებრივი დახმარების ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი მზად ვართ, რომ კონსულტაციები გავუწიოთ ადამიანებს, რომლებსაც ეს კანონები შეეხებათ რეპრესიულად და დავეხმაროთ მათ ამ რეალობაში სასამართლოში დავაში. კი ბატონო და ქალბატონო აუცილებლად მინდა გკითხოთ, ალბათ თქვენც მოусმენდით ან გაეცნობოდით გედედეს ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი შაიშმელაშვილის ინტერვიუს, ექსკლუზიური ინტერვიუს ნოდარ მელაძესთან და აი დაგრჩა თუ არა განცდა, რომ ისეთი შინაარსის განცხადებები გაკეთდა, რაც არ ვიცი, ალბათ ნორმალურ სახელმწიფოში უკვე იქნებოდა გამოძიების დაწყების საფუძველი და ზოგადად რა სიტყვით იმაზე, რაც მოვისმინეთ თავად იმ ადამიანის მხრიდან სისტემაზე, ვინც წლების განმავლობაში იყო სწორედ აი ამ სისტემის ნაწილი. რამდენად მნიშვნელოვანი პრეცედენტია ეს და როგორც იურისტი, აი იურისტის რაღაცა თვალით დანახული და ყურით მოსმენილია ეს ისტორიებს როგორ შეაფასებდით? დიახ, ეს ინტერვიუ, რა თქმა უნდა, მოვისმინე, ძალიან საყურადღებო გარემოებებზე ამახვილებდა ყურადღებას ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც საკუთარი გამოცდილებით ყვებოდა იმას, რაც რეალურად საზოგადოებამ ბევრი რამ მათ შორის ვიცოდით, თუნდაც ის, რომ გამოძიება არაეფექტიანად ტარდება და მხოლოდ რაღაცა წერილობითი კომუნიკაციით შემოიფარგლება ხოლმე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, როდესაც საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მყოფი პირების მიმართ გამოძიების წარმართვას, მათ დაკითხვას, გამოკითხვას და ასე შემდეგ. ანუ ეს არის შიგნიდან დაგვანახა მან ეს სისტემა როგორ მუშაობს, თუმცა გარედან საზოგადოებას ამის შესახებ მოლოდინები და ინფორმაცია მაინც ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვინახავს არც ერთი გამოძიებული საქმე, რომელიც დაკავშირებულია პოლიციელის მხრიდან დანაშაულის ჩადენასთან, პოლიციელის მიერ წამებასთან, მშვიდობიანი დემონსტრანტის წამებასთან, თვითნებურ დაკავებასთან, ცემასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან. ესენი ჩვენ და ზოგადად როგორ იგეგმება ოპერაციები, ეს საპოლიციო ოპერაციები, ღონისძიებები, როგორ ხდება მისი დაგეგმვა და ასევე ძალიან საყურადღებო რამ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომელიც აღასრულებენ ამ ბრძანებებს არ მოქმედებენ დამოუკიდებლად და ისინი ყოველთვის მოქმედებენ შესაბამისი პირის მითითებებით. ამიტომ, როდესაც საუბრობს ხოლმე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომ ის ვერ იძიებს საქმეებს, იმიტომ რომ ამოსაცნობი ნიშნები არ აქვს პოლიციელებს, აქ უნდა გვახსოვდეს ის, რომ ვინც გასცემს ბრძანებას, ამ პირების იდენტიფიცირება ძალიან მარტივად შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს უწყებრივად დაქვემდებარებული, ანუ ეს ვერტიკალი ესე მუშაობს, რომ ვინ არის ხელმძღვანელი, ის გასცემს ბრძანებებს და ვინც არის ხელმძღვანელი, ის გასცემს ბრძანებებს და ამ ადამიანების გამოკითხვა მინიმუმ და სისხლის სამართლის წარმოებისას მათ მიმართ პასუხისმგებლობის დაყენება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ რეალობაშიც შეუძლია, როდესაც ამოსაცნობი ნიშნები არ აქვს ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც დანაშაულს ჩადიან. ამიტომ ანუ შეუძლებელი არ არის მოკლედ ამ ადამიანების იდენტიფიცირება, ხო? ეს კეთდება იმისთვის, როგორც ბატონი ირაკლი საუბრობდა, ის რომ ამოსაცნობი ნიშნები ამ დრომდე არ არის გამოყენებული, რაც საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა, იმიტომ რომ საქართველოსთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ერთ-ერთ საქმეში საავადმყოფო საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ამოსაცნობი ნიშნების ტარება უნდა იყოს ის აუცილებელი ელემენტარული ნაწილი, რაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, როდესაც სპეციალური ღონისძიების ფარგლებში საპოლიციო ძალების გამოყენებას გეგმავს. იმიტომ რომ ეს ხო სპონტანურად არ ხდება, როგორც წესი, ეს იგეგმება, ვინ უნდა იყოს კონკრეტულად იმ დღეს სპეცრაზმელი, რომელიც აქციას შლის პირობითად, ხომ? ამიტომ ეს ნიშნების დაყენების საკითხი სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს საქართველოსთან მიმართებით ნათქვამი, ეს საერთაშორისო სტანდარტია, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აღასრულებს საქართველო და შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ ამით დაუსჯელობას
ახალისებს და ამით მათ შორის როგორც თვითონ ირაკლი საუბრობდა აძლევს სიგნალს სისტემის შიგნით რომ მათი ქმედებები არ დაისჯება და მათ სრული უფლება აქვთ გააკეთონ და იმოქმედონ იმ ბრძანებების ფარგლებში რომელსაც უკანონო დავალებების სახით იღებენ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონ ნონა ქურდოვანიძე პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.